პრინციპალიტიზე არ გეგონოთ, თბილისში ვარ ძვირფასებო ავჭალის სტადიონზე, იმიტომ რომ ჩვენი 20 წამდელები ეთამაშებიან ინგლისელ თანატოლებს და სანამ დიდ თავგადასავლებში გავეგზავრები, რაღაცები უნდა განახოთ. ეს არის იღბლიანების სპეცგამოშვება. რატოა სპეცგამოშვება? იმიტომ რომ დღევანდელი გამოშვება ეძღვნება საქართველოს-ირლანდიას. 5 ივლისს რომ უნდა ჩატარდეს და შენ, რომელსაც ბილეთი ჯერ არ გიყიდია, უნდა იყიდო. იმიტომ რომ ძალიან მაგარი თამაში იქნება. სპეცგამოშვებაში გულისხმობ რას, რომ ეყოლებიან სტუმრები, ვინც მაშინ იმ თამაში 2007 წელს ირლანდიასთან ითამაშეს, თავი დაგვამახსოვრეს ქართული რაგბი და არა მარტო ქართული რაგბი მსოფლიოს იმ დღეს დაანახეს და მოკლედ ძალიან მაგარი დღე გველოდება. ჭამა, სმა, გარემო, რაგბი, სტუმრები და ძალიან საინტერესო ფაქტები. წავედით. რაც ურჩევ ხალხს საქართველოს-ირლანდიის თამაშზე ხუთში. უნდა მოვიდნენ აუცილებლად და უგულშემატკივრონ ჩვენ ნაკრებს. გაითვალისწინეთ. სტუდია პიდარა. ესე იგი, ირლანდია საქართველოს 2007-ში იყო ჩემი პირველი თამაში. აქ თამაშის მერე გადავწყვიტე, რომ ეს სპორტი იქნებოდა ჩემი ცხოვრების ნაწილი და ამიტომ ძალიან სიმბოლურია ჩემთვის, რომ ირლანდია ჩამოდის. მე ვერ ვიქნები ამ თამაშზე, იმიტომ რომ მე ვიქნები მომენტზე წასული ავსტრალიაში, მაგრამ აი მოგონებებს ახლა გავაცოცხლებთ და თქვენთვის დავაბრუნებთ ყველაფერს. ამიტომ უნდა იაქტიუროთ და უნდა მოხვიდეთ იმ თამაშზე. გოშა, მადლობა ძალიან დიდი მოსვლისთვის. მოგესალმებით. ვინ თუ არა შენ ირლანდიასთან თამაშის წინ და ამ სპეცგამოშვებაში ჩვენს YouTube არხზე იღბლიანებზე, ვინ თუ არა შენ ირლანდიასთან ქართული რაგბი რო ეხება ირლანდიას, პირველი ყველა შენ ახსენდება. ჯერ ის მომენტი გავიხსენოთ, აი სახტად რო დატოვე სტრინგერი და უდრისკოლი და მე კითხავ რაღაცა დეტალებს აი თამაშამდე რა. ზოგადად რაღაცნაირად გვიმართლებს ირლანდიასთან, მარტო მე კი არა. ისეთი ლელოები გვაგდადებული იყო ესო, ნუ აი სულ რაღაცნაირი ჩვენი მოწინააღმდეგეა ჩვენთვის, რომ აი კარგი ლელოები იდება. ნუ ჩემი ლელო რაღაცეთი მომენტი იყო, არჩევანი უნდა გაეკეთებინა რა. ან შენ დაგიდებენ, ან იქნებ რამენერად შეუშალო ხელი რომ არ დაგიდებენ. ზედმეტობაში გავლენ თუ გავლენ. ეგ არის, всё, ანუ ვიყავით ცოტანი, უცებ აღმოჩნდა მოვედი სცენში და ნუ მეთქი ახლა ეს ბურთი თუ გამოვიდა, აუცილებლად ქულას გაგვიკეთებენ და უბრალოდ არაფერი რა, დავინახე ოდრისკოლი, მეთქი ოდრისკოლის გარეშე როგორ ჩაივლის შეტევა და ნი გავუკეთე ბოჭვას და რაღაცა გამოვიდა უკეთესი რა. მომენტში მაინც რაღაც ისე მოხდა, რომ 9 და 10-მა გაცვალეს პოზიციები, სტრინგერი აღმოჩნდა 10-ზე, უგარა იყო 9-ზე და სანამ უგარამ გამოიტანა იქიდან ბურთი და მე სტრინგერი რო ჩაუჯდა 9 ნომერივით 10-ის პოზიციიდან, ისე გაიწელა ეს ყველაფერი, რომ უცებ ბურთი ჩემ ხელში აღმოჩნდა. Sluggish ball. Oh! Interception! And this could be the ultimate embarrassment. It's Georgi Skidin going 2/3 of the length of the Bordeaux pitch and touching down, and Georgia lead Ireland. Sending the telegram that the ball was coming. It was so slow, it was so wind up. Skidin came. დანარჩენი არ ვიცი, ალბათ ის გზნობა, რომელიც აი გაჩერდა იქაურო. ვერ ვიხსენებ. აი ერთხელ მქონდა ცხოვრებაში, რომ აი დაგუბდა ყველაფერი და რაღაცა აი ხმა რო არ გესმის, გარშემო ვერაფერს ვერ ხედავ და ვერ ხვდები რა ხდება იმ მომენტში რაღაცა აი სუფთა ინსტინქტურად გარბი ხარ, თორე ისე გააზრებულად არ აკეთებ არაფერს რა. ამასობაში მე ვიყავი 11 წლის და მაშინ არ ვიცოდი რას უყურებდი, არ მიყვარდა რას უყურებდი, დამაძალეს და აი ეგრე რომ დადე, აი მანდ გამიშთა მეთქი, მამაჩემი ისე წამოხდა, რომ გალაურებრად მეც ისეთი მომენტი იყო, რომ აი ეს კომენტატორის რეაქცია ცნობილი სიტყვები, რომ აი საქართველოს ჩამოიტოვა, მან გამიშთა ინტერესი და მე მივხვდი, რომ რაღაცა ძალიან მაგარს უყურებ რა მეთქი რა. ამიტომ აი ხო, ნუ ეგ იკონური მომენტია და მიხარია რომ ამ თამაშმა ალბათ ბევრი რამე შეცვალა რა. ზუსტად მაგის მერე გადაწყდა ამების აშენება და ინფრასტრუქტურა წამოვიდა და რაღაც კარგი რაღაცები აი ზუსტად ეგ არის, ამიტომაც ახლა ირლანდია რომ ჩამოდის, აი მაგ თამაშსაც შეუძლია რომ შეცვალოს რა. აი ეს თუნდაც 100-150 ბავშვი იყოს და იქიდან ვიღაცა 2-3 მე ეროვნულის მოთამაშე გახდეს. უკვე ძალიან დიდი ისტორია. გოშა რა მაინტერესებს, იცი, აი 2007 წელია. ქართული რაგბი ჯერ არ არის ეს ცნობილი ბრენდი და აღმავლობის გზას იწყებს. ახალგაზრდა ბიჭები ხართ, ეთამაშებით ირლანდიას, იცით რომ იქ ოდრისკოლი რაღაცთან არ აქვს, კაი მსოფლიო ჩემ ვერ არიან ფორმაში, იცით რომ გაბრაზებულები. აი რას გზნობდით აი ეს ახალგაზრდა ბიჭები გასახდელში რომ ითხრა.
და ის ბორდოს დიდი გრძელი სტადიონი მე ნამყოფი ვარ მაგ სტადიონზე და ეგეც რო გითხრა. ის დაუსრულებელი გვირაბი. მაგარი ამბავი მოვიდა. გოშა არის ძალიან დიდი მადლობა. ყველაზე მაგარ ფორმაში ალბათ არ ვიცი. დღემდე უბერებელია. ამიტომ არ ვიცი გოშ რამდენად შეჭამ ამებს, მაგრამ მე ხვალ თამაში მაგაზე რომ ძალიან მოვიდები. მადლობა დიდი. მოკლედ გაიხსენე აუცილებლად. აი, ჭამელი გამოგვიშდა ახლა პატარა. არა პრობლემა არავით არ. მოკლედ რა ვიცი, ალბათ აი ხო არის რაღაცა განწყობა თამაშისთვის და არის ყოველთვის რო აი რაღაც ნერვიულობა ზოგადად. მე მჯერა იმისი რომ გაცილებით ადვილი იყო ჩემთვის მაგარი გუნდის საწინააღმდეგო თამაში ვიდრე სუსტის, იმიტომ რომ აი რაღაც მანდ არ გჭირდება არც განწყობა, არც მომზადება. მანდ გჭირდება აი შენი თავი გახვიდე საქმე გააკეთო. ეს თამაში ალბათ ესე იყო, რაღაცა მაშინ იყო ვიყავით ახალგაზრდა ბიჭები, დიდი მადლობა. რაღაცა წვრთნელება გადაწყვეტეს რომ მოდი ახლა აი მომავალს მივცეთ შანსი რომ ითამაშო, ვნახოთ რა შეგვიძლია. თან ირლანდია მაშინ მართლა ვარსკვლავებით იყო სავსე. მე არაერთხელ მქონია მომენტი რომ გასათელში ვდგავართ, ლაპარაკობთ, ვცდილობთ რომ გავამხნევოთ ერთმანეთს, ეს განწყობა შევიქმნათ სათამაშო. აქ არ მახსოვს ეს ყველაფერი, ანუ აქ თითქოს საჭირო არ იყო, ყველა მიცოდა სად გავდიოდი და რისთვის გავდიოდი, მაგრამ სინამდვილეში რო გითხრა რაღაცა წნეხი ქონდა, არავით არის. მაშინ მახსოვს გიგაური დაიმტვრა ვარჯიშზე და ერთი მაგას განვიცდით, მაგრამ რომ ხო რეზო დაიმტვრა რომ აი ერთად მოვდიოდეთ ახალგაზრდობიდან რაღაცა და გვინდოდა რომ ჩვენ ერთად ყოფილიყო და მახომ შეცვალა ურჯუკაშვილი, ანუ მახომ დიდებული თამაში ითამაშა მაშინ და ოდრისკოს გაუცვალა თამაში, როგორ მახსოვს თამაშის მერე ის მაისური მიუტანა რეზი საჩუქა და ეხა ვარსკვლავი ნომერი 1 იყო მაშინ ოდრისკოლი და რაღაც ისეთი ჟესტი იყო ძალიან სასიამოვნო რა, მაგრამ საბოლოოდ არაფერი ისევ განწყობა იყო სოფლიოთას მეტი არაფერი. იცი მე 23-ში რომ გამოვცადე სოფლიო ჩემპიონატი, რთული თამაშები რომ მქონდა. აი იმდენად არ ფიქრობ, იმდენად გიხარია იქ რო ხარ და აი სოფლიოს ნაწილი ხარ. კი. და იმდენად აღმატებულია ეს გზნობა რომ აღარ ფიქრობ იქ უკვე სირთულე, იცი რომ იქნება ეს სირთულე, მაგრამ ის სირთულეც ქსიამოვნებს. კი. და ამის ნაწილი რო ხარ, აი ქსიამოვნებს რა. მაგაზე დიდი ალბათ არაფერი, ალბათ რა არაფერი არა და რატო საქართველოსთან ჩემთვის რატო არის სიმბოლური თამაში, რომ მე რო უყურე ამ თამაშს, სადაც ბიჭებმა ძალიან მაგრა ითამაშეს, გოშასლელო იყო და რაღაცა და მომინდა რაგზე შესვლა. 16 წელი რო გავიდა მაგ თამაშიდან. ზუსტად სოფლიო ჩემპიონატზე დებიუტი მქონდა ირლანდია საჯო ბორდოში რუმინეთის წინააღმდეგ. და ეგეთი დამთხევარი და პლუს კიდე რა დამთხევა იყო, იცი? თავარი მსაჯი, ვინც იყო თქვენ თამაშზე, ვეინ ბარს ინგლისელი. გვერდითი მსაჯი იყო, წარმოვიდგინეთ 16 წლის მერე ჩემთან მაგ თამაშს. რა მხევა, აი, ჩემთვის ეგ ისეთი სიმბოლური ამბავია, რომ ვერ გეტყვი. მაგრა ჭხავდა. წარმატებები, გენაცვალე. ამიტომ მადლობა, შენ გაუმარჯოს, იმ მოგონებებს გაუმარჯოს. ჩვენ მომავალ თამაშს გაუმარჯოს, ჩვენს ნაკრებს და ჩვენს ქვეყანას გაუმარჯოს რა. და აი ესეთი თამაშები, აი ესეთი მომენტები, ის ჩაჭრა, ის თავდადება, ის ილოს ბოჭვა, ცნობილი კადრია ოდრისკოფ რო არის შემოხვეული. აი თვლის და მოქმედებს რა ახალგაზრდებზე და აი ეგ ჭირდებათ ახალგაზრდებს რომ კი ჭირდებათ. აი ჩემი ცხოვრება მან შეიცვალა და ცოტა თამამად შემილია ვთქვა რომ მაგ თამაშის მერე მსოფლიო რაგმა ერთი კარგი მსაჯი შეიძინა რა და აი ხა 5 ივლისის მერე თუ რამდენიმე ძალიან მაგარ მოთამაშეს და სააშ და მწვრთნელს შეიძენს საქართველოს ძალიან მაგარი იქნება რა. მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან მაგარი. ძალიან დიდი მადლობა. გისურვებ წარმატებას ახლა ასევე. უმაგრესი თამაშები გელის და მართლა ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა რომ ამბობენ რომ ესე ქართველი და ამაშუკელი მსაჯობს. თან ისეთი თამაშების მსაჯობა გიწევს ახლა რომ აი რა ვიცი, არანაკლებია რა შენ ისეთი რაღაცა მოახერხე რაც ოტოლუდ და დალია გამოდა გვეწვიე აძო შეგენაც არ მადლობა მართლა ოტო ჩვენი ოცების მენეჯერიო კროკაცი გოშა გაუმარჯოს მადლობა და წარმატებები ჩვენ ყველას ერთად რა რატი შემოგვიერთდა რატი მადლობა მოსვლისთვის თამაშებს რატი რა თქმა უნდა არ აცდენს და ეხა ოცები სადაც დაიწყებენ და იმ წარმატება უსურვოთ პირველ რიგში ოცებს ბიჭებს წეღან გოშა იყო იხსენებდით მე რას ვიხსენ მე ბავშვი ვიყავი პატარა რატი იყო ერთ-ერთი ვინც მოედანზე იმყოფებოდა და ირლანდიელებს აგზნობინა ნეკნების ხმა გააგებინა და რატი გაიხსენე მოდი ის თამაში რა და აი რა იყო შემართება რა იყო ეგ გზნობა ის
აი ის გზნობა რომ უნდა ეთამაშო ვარსკვლავებით მოჭედილ გუნდს, რომელიც უპირობო ფავორიტია. მადლობა მოწვევისათვის, კუშ იყო ზღვა ემოციები, თავიდან რო არ მოგატყუოთ, ეხლა ყველა აუთსაიდერად გთვლიდა და ესეც იყო რა თქმა უნდა მსოფლიოში მაშინ ირლანდია მე-7 ადგილზე იყო და ჩვენ ვიყავით სადღაც მე-16-ზე. თქვენს მწვრთნელებმა რომ ყველას მივცემთ თამაშის საშუალებას და ყველა გამოვიდა იმ შემართებით რომ მე მეორე ნომერი კი არა ვარ, მე ვარ პირველი ნომერი. და თუ რამის გაკეთება მინდა და შემიძლია, მე უნდა გავაკეთო დღეს, იმიტომ რომ მე შეიძლება სხვა შანსი არ მქონდეს. და რა ვიცი, ალბათ ერთ-ერთი ჩემს კარიერაში დასამახსოვრებელი მატჩი იყო, როდესაც ბორდოში 60,000-იან სტადიონზე გამოვედით და 60,000-დან 40,000 ირლანდიელი იყო მარტო. და ფაქტიურად ირლანდიელებს ვეთამაშებოდით ირლანდიაში. მაგრამ იგრძნობოდა ფრანგების მხარდაჭერა ძალიან დიდი, რომლებიც აი პირველი ტაიმის შემდგომ იყო როგორი სიჩუმე, იცი სამარისებული, რომ ვერ ხვდებოდე რა ხდებოდა. 7-3 ფიქრობდნენ მინიმუმ 30 ქულას გაგვიკეთებდნენ პირველ ტაიმში რა. მაგრამ კიდე ერთი ესეთი კურიოზული მომენტი იყო, რომ გასახდელი ხა შენ კარგად გეცოდინება ძველს და შაბან დელმაზე ძალიან შორს არის. 5 წუთი უნდა იარო, იარო, დერეფალი მერე მიხვიდე და მოდიო ჩვენ თქვით რომ დავრჩეთ, ისეთი დაღლილები და ისეთი ტემპი იყო, რომ დავრჩეთ და მოედანზე გავიარეთ, წყალი დავლიოთ რაღაცა რომ არ დავიხარჯოთ. და ამას რომ შეხედეს და ქართველებმა ძველი ტრადიციები გააცოცხლეს, ესეთი ის იყო პატარა ლეგენდასავით რომ არ გავიდნენ გასახდელში და დარჩენ მოედანზე. ესე იგი, მაგ მე ჩემ კურიოზს დავამატებ. ესე იგი, ბორდო ლესტერ ტაიგერს საჯობ ამ სეზონში ჩემპიონთა თასის პირველ რაუნდს. და მაგარი ტემპი წავიდა რა, აი მაგარი პირველი ტაიმი, მაგარი ტემპი და რომ მორჩა დავიღალე. უკვე პირველ ტაიმში და კიდე 40 წუთი მაქვს სამსაჯო რა და თან ფრანგულ ინგლისური თამაში საჯობა რთულია. გავედი, შესომა დავუშვი, წავედი, დავბრუნდი გასახდელში და ეგრევე წამოსასვლელი გავხდი, მივედი, დავასტუკე და წამოვედი, წარმოვიდი. აი ზუსტად ანალოგიური, ესე იგი, რასაც იძახი, იმხელა გზა იყო, მეოთხარი იქ რა წავა, მოდი აქ ვიყოთ მე. და მეორე ტაიმიც აი სრული სიგიჟე იყო ეს, გოშას შკინინის ჩაჭრა და 10-7-ია და გავრბივართ ეხა დერეფანი უნდა მოეწყოს და აღარ მახსოვს, მე მგონი ილო იყო მაისურაძე, ეს შლემი აქვს ჩამოფხატული და რა ხდება რატიო მეუნე, ვიგებთ მეოთხარი ჯერჯერ, რა ხდება ვიგებთ ჯერჯერობით. არა. და სასწაული ზღვა ემოციები ეხლა. გაუმარჯოს, აი მაგ მოგონებებს გაუმარჯოს, ყველ მოგონებებს და აი ვიგებ, აი რა ხდება და ვიგებთ და მთელი საქართველო ეგრე. მამა მე ვერ ყვევდი 11 მამა ჩემი ეგრე იყო, ბიჭო ირლანდიას უგებ. აი ეს იყო რა და რატი რა უნდა კითხო რა, აი შეჯახებები გაიხსენე რა, აი რო ეჯახებოდი რას გრძნობდი, უგებდი თუ აი ხო ის მომენტი ინდივიდუალურად ეხა რო აი უგებ თუ რას ინდივიდუალურად და ფიზიკურად იმდენად კარგად ვიყავით მომზადებულები, რომ აი ფაქტიურად ეხა ტკივილს ვერ უგზნობდი, მასებში და იმაში განსხვავება იყო, ეხა პოლ ოკონელი და დონჩა ოკალახენი 2 მეტრიანი ტიპები იყვნენ, მაგრამ ის რომ რაღაც ტკივილი გვეგზნო არა, პირიქით. აი რაში გჭირდებოდა ისიც არ ვიცი ეხა ის მოლი ამოღებული მაქვს მე დაჭრილ პირველი ტაიმის ბოლო წამია თუ რაღაცა და ჩვენი 5 მეტრიანიდან მოლს ვაგორებ და ცენტრამდე ჩამოდი მე ფეხს ურტყავ ისე მქონდა გადაკეტილი ესე იგი წარმოიდგინე რომ რა თქვი და თუ ფეხს ურტყავ აი დაამთავრე რა ბოლო მიძალებებს შეიძლება ვთქვანიკა რომ ჩვენ უბრალოდ გამოცდილება არ გვეყო არ ვიცოდით რომ ეგეთი თამაში როგორ მოგვეყო უბრალოდ რა ვერ დავამიწებ ვერ ვიტყვი ეხა ტყუილს იმას რომ ჩვენ იქ ლელო დავდეთ და საჯმა არ ჩაგვიდა არა ვერ დავდეთ უფრო სწორედ ჩვენ არ ვიყავით მისტიკას გაიშალა დიდი მისტიკა სამწუხაროდ ვერ დავდეთ ვერ მახსოვს რეალობა ეგეთი იყო მახსოვს მუხლებზე ვიდექი მე რომელიც ჩემ პირველ თამაშს უყურებდი მუხლებზე ვიდექი და აი ნეტად დავდოთ მამაჩემიც ეგრე იყო რა და ბოლოს ვერ დავდეთ საიდან არ მივიდე როგორ ვერ ვის მეუთხარი რანაირად უნდა მოგვეგო ჯერ ეგა თქვით მეუთხარი რო რეკავდნენ რომ როგორ ვერ მოიგეთ შესულები იყავით ცოტა ეხა დილეტატი მაყურებლისგან ეგა გენაცვალეთ გაუმარჯოს აი ეხლა ამ ხუთში მაყურებელს თხოვოთ მოუწოდოთ რომ მოვიდნენ აუცილებლად ხარი დაუჭიროთ იმიტომ რომ იქ რო 40000 ფრანგის ნაცვლად 40000 ქართველი ყოფილიყო რა იცი რა ხდება რა მაყურებელს იმ ხელა როლი 16 მოთამაშე მართლა არის მაყურებელ იმ ხელა მუხტი მოდიოდა და
რო დავმარცხდით, ესე იგი წარმოიდგინე, რომ ეს ირლანდიელები ხო გაიძურწენ, არც ინტერვიუზე არ დარჩნენ და ჩვენ გეგონება მოვიგეთ, ეს ვარ ყავთ და ხალხი ჯერ ხო აირლანდს ეძახდებ დასაწყის მერე ჟორჟიო. აი მე მეთქვი რა ხდება. აი მაგისთვის ალბათ ღირდა რა რანგის თამაში. აი ესეთი მოგონებებისათვის. ესე იგი, რატი მადლობა. გაუმარჯოს. დღევანდელ აგერ ბიჭებს წარმატება უსურვოთ ინგლისთან. აუცილებლად. ჩვენ ნაკრებს ხუთში მაყურებელს მობრძანდით და თქვენთვის მაქვს აი ამ ჰიმზე ჩასაცვლელ ჟაკეტს ვათამაშებთ. ტრადიციულად ჩემმა მაყურებლებმა იციან, უნდა იაქტიურონ, დაგვიწერონ კომენტარები, კაი გულთბილი ამბავი და რენდომაიზერი აგარჩევთ იღბლიან არხზე რა. ამიტომ აბა თქვენ იცით. აი ესეთი იყო ჩვენი ვეტერანი ბორჯღალოსტების იმ ბორჯღალოსტებთან საუბარი, ვინც გამოცადა ირლანდია საკუთარ ბეჭებზე, საკუთარ მხრებზე და ყველა ველოდებით ხუთის თამაშს ახლა რა. აუცილებლად ხუთში ყველა უნდა შეიკრიბოს და აგიმარჯოთ. მადლობა. გაუმარჯოს საქართველოს წარმატებები ქართულ რაგბს. გაუმარჯოს. აბა. კარდიფის კომანდა დაიწყო თამაში. მოვიგე? რა თქმა უნდა. ანგარიში თუ არა სულიერად მოვიგე. სამწუხაროდ სულიერი მოგებები ნაკლებად ახსოვს ისტორიაზე. ველოდავდეთ. ჩვენთან ახლოს. ვაგებ. დუბლი 2 იმედი გол. დავდეთ. მოკლედ სამწუხაროდ თამაში წავაგეთ, მაგრამ გოლს მაინც უხარია. ჩვენი კაი გამომწერი რეზი, აგერ წინა ჩვენი გათამაშების იღბლიანი გათამაშების გამარჯვებული აგერ როგორც დავპირდი, აი მაისურე, აბა ლომების მაისურე. ფანტასტიკურია ნამდვილად. ძალიან ლამაზია, მithumetes აქტუალურია, ეხლა ლომების ტურნე იწყება ავსტრალიაში და ეხლა განსაკუთრებულად კიდევ იმიტომ მიხარია, რომ შენ ხარ ლომების ტურნეს მესამე თამაში. მე ვარ თავარი ლომი. თავარი ლომი ხარ. მოკლედ რეცის გადავეცით ეს მაისურე. რა ვიცი, იაქტიურეთ ხალხო და ისე მადლობა. მოიგეთ. გამოიწერე, ძალიან მაგარი არის. გამოიწერე. ეგეთ კონტენტს ვერცად ვერ ნახავ. დამერწმუნეთ, ძალიან კარგი საქმე არის, რომელსაც ნიკა უძღვება და ხარი დაუჭირა. აუცილებლად. აი ესე ვახარებ ჩვენს ერთგულ გამოცემას. მადლობა ნიკა.